Yes,
ფილოლოგიური ქონდა დამთავრებული და განათლებით სოფელში წავიდა და სოფელში მატარებლით და მამა მატარებელში კეთილში არის დროს დაიწყო მას მოსწონებია მამას თავის ჩამოთათ ჩემთან საუბრებია და რაღაცა იმას ეძებნა და ასე დაიწყო დედა ყოველთვის იცავდა რომ დამოკიდებული ცხოვრება მინდოდა ყოველთვის და მამას დროს მშობლები არ ჰყავდა და მარტო იყო და შეიძლება ეს ოჯახში სადაც მარტო დიასახლისი დაუდგა და აი მე ხოლმე ბოლო წლებში აი სპეციალურად მამას იმიტომ გაგაიგეთ რომ მარტო ყოფილიყავ და ეს მაგრამ თითქმული და იმაზე დასიქრა რაღაც უნდა ისე ძალიან კარგად შეიძლება გააკეთოს ცხოვრება არ მასოს მეოყოფილიყო რაღაც სიამოვნებაა ჩესესოში ასება დიდ ოჯახში და რა თქმა უნდა ეს მეგობრები რომლებიც მოდიოდნენ უფროსი თაობის ხოლმე შემდგომ ჩვენი რაიმას ვიცნობდით იქ დაბადების დღეები იყო ხუმრობით სიმღერებით როგორც ალბათ მეც გასულდა ქონიათ ესეთი წარსულში მოგონებები გასულდა მშობლების აი ესენი მაშინ პირველი წლები ქორეოგრაფიის სასწავლებლში შენი პირველი პედაგოგი თამარ მიხაცევა და ახლანდელი გადასახედიდან როდესაც შენ თვითონ ხარ პედაგოგიური ტიტული მიწევი და ახალგაზრდით გიწევს ურთიერთობა პედაგოგიკა საბჭოთა ხელოვნებაში აი ეს როგორც გითხარით მე ახლა რაღაცა ხონდა მითქება ცებისადმი მინიმალის სტუდიაში მასშტაბური სასწავლებელი იყო ოპერასთან საბჭოთა სტუდია და იმენების დროს ეს მასოს დაიწყო ესე როდესაც რიცხვს ნებას ვისიჯავდნენ მესამე ვიდეო და მასშტაბი გავიგებდა აქ ციგავიგონე ხმა კომისიის თავმჯდომარის მესამე გადადი პირველი და ასე გადავედი პირველი გადაწყვეტილება რაღაც განსხვავებული ვიყავით ასეთი რაღაც მე პირდაპირ გადავიდეთ ფეხბურთიერი გამოვიდა ჩემთვის ეს ქორეოგრაფიის სასწავლებლში ყოფნა მოხდი ძალიან კარგი პედაგოგთა თანამშრომლობა ძალიან ძლიერი პედაგოგი იყო ძალიან კარგი მსოფლმხედველი თავისი საქმის გარეგნობა ისეთი ჰქონდა რომ ვერ იტყოდი ის როდის მეაცებავდა ამის მაგრამ ძალიან ბევრი ის მოცეკვავები რომლებიც წამყვანი მოცეკვავები მისი მოცақერები იყვნენ რადგან ამ ძალიან ძლიერი საფუძველი შექმნა განვითარებისათვის ისე რომ პირველივე წლებიდანვე კონტექსტში შედგება რაღაც სპექტაკლებში მონაწილეები გასამგებლოსაც მიიხდიდნენ მაშინ შემდეგ უკვე დაასწრა ქორეოგრაფიის სასწავლებელი და გადავიდით იქ და იქ უკვე რაღაცასთან ერთად ზოგიერთ სიტყვას რაც გიხმარეთ ისე ძალიან იყოს არტილიანაც და ეს კარგად სიტყვების გამოყენება მაგრამ ზოგიერთ სიტყვებს შეიძლება გიხმაროთ როგორც მაშინ გამოდით და ისე შეიძლება ხალხობადეთ და ვახტანგ ჭაბუკიანის პრიორიტეტი ეცახდა ვახტანგში ჩვენ თუ მიმართავთ ვახტანგ ხალხში ან ვახტანგ პირველი მომდით მე თქვენში პედაგოგიკაზე კითხე და საერთოდ იმაჩნია განათლება ეს არის პირველი ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერ სფეროში რაც არ უნდა ისწავლო უნდა მყარი საფუძველი მიიღო და აი მეც ესეთი საკმაოდ კარგი საფუძველი მივიღე და ახლაც ვცდილობ რომ აი ეს გამოცდილება ის რაც დამრჩა ჩემი პედაგოგებიდან ის შენიშვნები ის მიდგომა ჩვენი პროფესიისადმი ვცდილობ რომ ეს გავატარო მათთან მუშაობაში ისე რომ ვახტანგ ჭაბუკიანი გაიქცა ვახტანგ ჭაბუკიანი რომ უდიდესი მოცეკვავე იყო და ქორეოგრაფი ამაზე უკვე ყველამ ვიცით და აღარ ვილაპარაკებ ადამიანი რომელმაც მამაკაცის ცეკვა უმაღლეს დონეზე აიყვანა
და ძალიან ბევრი პროფესიული მოძრაობები მოიგონა, ისეთებიც კი, რომელიც დღესაც ხმარობენ და იყენებენ უფრო სწორედ, მაგრამ შეიძლება არც იციან, რომ ეს ოდესღაც ვახტანგის მოგონილია. მაგრამ მე ახლა იცით როგორ ვიტყვი, აი როდესაც ოჯახში მშობლები ყავს ძალიან ცნობილი ან რაღაც მეცნიერი ან განთქმული და ყველა გეკითხება როგორია ასეთ მშობლებთან ცხოვრება. მაგრამ შენთვის ისინი მშობლები არიან და ამას მაინდამაინც ყურადღებას არ აქცევს, ხო, შენი მშობელია, შენი გვერდზე მყოფია. ამიტომ ვახტანგიც ასევე იყო, რომ კი უდიდესი ავტორიტეტის კერპი იყო საქართველოში ყველანაირად და მისი გარემოცვაც სულ ესე ყავდათ ყოველთვის ზიაწეული, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო ვახტანგი, რომელთანაც ყოველდღიური მუშაობა გვიწევდა. ყოველდღიური მე რაღაცა ბედნიერი ვარ ამ ხრივ, რომ ჯერ კი სულიად პატარა ვიყავი მესამე კლასში, რომ მომანდო მთელი შოპენიანა ცეკვა, მთავარი სოლისტი. ისე მიკვირს ხოლმე, ეხლა რომ ვფიქრობ, ნეტა რა იყო ესეთი, რომ ასე დამაკისრეს ასეთი რთული პარტიის ცეკვა. მე ყოველ წელს სასწავლებლების დათვალიერება იყო ხოლმე საკავშირო და მოსკოვში მივდიოდით და სპეციალურად ნომერიც კი დამიდგა კვერნაძის მუსიკაზე 4 კავალერთან ცეკვავდი შვილის ნუკრი მონადირეები და შვილის ნუკრი და საკმაოდ ეს რთული ილეთებით აზიდვებით პაძერშკებით როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე და ისე რომ რაღაცნაირად წინა ხაზზე მივდიოდი ჩემს სფეროში და ხშირად მიხდებოდა ვახტანგთან მუშაობა და ვახტანგი ყოველთვის უკვე ახალი სასწავლებელი, ახალი გახსნილი იყო, ეს მისი პირმშო იყო და რა თქმა უნდა, ყველა ვინც იქ სწავლობდა, ყველა ვახტანგის მოწაფე იყო და ყველა ვახტანგის მოწაფე თითვლება, მაგრამ ნუ იყო, როდესაც ზოგს მეტი შეხება ჰქონდა მასთან, ზოგს ნაკლები. ამიტომ ძალიან ბევრი მომიხდა მასთან მუშაობა. თითქმის ყველა პარტიას მასთან ვამზადებდი, ვერა წიგნაძესთან, ზურაბ კიკალიშვილთან, აი ესეთ სახელებთან და ასე დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ავიდე. ეს ფენომენი ქართული ბალეტის. ეს ქართული ბალეტი აი ცოტა ძალიან კარგი ის ვახტანგი ხომ და არის პირველი პროფესიული ქართული ბალეტის დამფუძნებელი და პირველი პროფესიული ქართული დასის ქართული ბალეტი ეს არის როდესაც შენს ნაწარმოებში შენ დადგმულ ქორეოგრაფულ სპექტაკლში ჩადე სადღაც ბუნებრითაც გადმოგდის, რადგან შენ აქ შესაძლებელი გაქვს ეს შენი წარმოშობა, ცხოვრება საქართველოში. ამიტომ ეს ვახტანგს ძალიან კარგად ჰქონდა, რომ კლასიკურ საფუძველზე მან ქართული რაღაც მოძრაობის შეტანით მოახერხა, რომ უყურებდი ეს ნამდვილად ქართული ბალეტი იყო. და ეს ხაზი მუდამ ამ ხაზს ანვითარებდა სხვა კლასიკურ ბალეტებთან ერთად. იცით რა, გამოარჩევდა, უნდა საერთოდ როდესაც რაღაცას აკეთებ, უნდა კონდეს რაღაც ინდივიდუალობა, რომ ნამდვილად თქვა, რომ აი ეს ქართულია, რომ არა ისე, რომ ყველგან ერთნაირად მიდის ზოგჯერ ერთი და იგივე სპექტაკლები, გამორჩეული და ალბათ გახსოვთ ხო ფების გულიდან დაწყებული გორდა და ის ბალეტებიც კი, რომელიც თქვა ოტელო იყო, ან არ იყო სუფთა ქართული, იქაც იგრძნობოდა ეს სული, იმიტომ რომ იყო ქართველის მიერ დადგმული, საქართველოში მცხოვრები ადამიანის მიერ დადგმული, რომელიცაც შესაძლებელი აქვს ეს ყველაფერი. და ვახტანგის საერთოდ ფენომენალური, მე ესეთი არ შემხვედრია დღემდე მოცეკვავე, რომელსაც ასეთი მიხრა ჰქონოდა. მისი ცეკვა, მართალი გითხრათ, მე როდესაც ის კარგად გავიცანი, უკვე 50 წელს გადაბიჯებული იყო და ალბათ ისე ვეღარ ცეკვავდა, მაგრამ როგორც მაშინ 23 წლის რო იყო და ამერიკაში პირველად გასტროლები, იცით ალბათ ეს როგორი ისტაბეჭდილება დატოვა. მაგრამ როდესაც ის ვარიაციის საცეკვაოდ გამოდიოდა სცენაზე, ეს იყო
ცალკე სპექტაკლი. შეგეძლო უკვე აღარ გეყურებინა მისი ვარიაციისთვის. ისეთი შთამბეჭდავი იყო. ისე რომ ძალიან ვცდილობ, რომ მისი ყოველი შენიშვნა მახსოვს კიდევაც, ყოველი ისე როგორც ის ასწავლიდა ხტუნაობას, ნახტომებს, ესე დღემდე არავინ არ ასწავლის. და ვცდილობ ხოლმე, რომ ეს რაღაცა ყველაფერი, რაც დამრჩა ჩემი პედაგოგებისაგან, გადავიტანო ახალ თაობაში და რა ვიცი. ხან გამომდის, ხან არა ალბათ. კლასიკური ბალეტი სრულყოფილება. მაგრამ ჩემი აზრით ბალეტმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწია ნეოკლასიკაში. პირადად მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორი შეიძლება ყოფილიყო დღეს ქორეოგრაფია ჯორჯ ბალანჩინის გარეშე. შენ ბავშვობაში მომწამლე ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიით და აი დღესაც უკვე რამდენი ხანია მე აღარ ვცეკვავ სცენაზე, მაგრამ ეს ღამერო გამოვიცემ და შემავდო სერენადაში, მე მგონი ნებისმიერ ადგილს ვიცეკვებ და ახსოვს ჩემს ხელს, გონებას, ყურებს. ჯორჯ ბალანჩინზე რომ ჯორჯ ბალანჩინის განხილვას რა იყო და როგორ იყო, არ დავიწყებ, მე მგონი ზედმეტი იქნება, მაგრამ ეს იყო ადამიანმა, რომელმაც გარდატეხა შეიტანა საერთოდ ბალეტში და გვაჩვენა, როგორ შეიძლება განვითარებულიყო შემდგომში უკვე კლასიკური ბალეტის პეწიფას შემდგომ ბალეტი. და იმდენად რაღაც ფენომენი იყო ეს, რომ დღემდე მას ბაძავენ მისი მიმდევრები არიან და წარმოიდგინე, როდესაც ბალანჩინი თავის დაშთან ერთად 62 წელში ჩამოვიდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავით, რა თქმა უნდა, მაგრამ თეატრში ქონდა ხოლმე რეპეტიციები და ვცდილობდით დავმალულიყავით სადღაც, რომ არ გავეგდეთ თეატრიდან და დავსწრებოდეთ ამ სპექტაკლებს. ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილება. დღევანდელი ენით რო ვთქვა, როგორც ამბობენ, შოკი იყო. ყველასათვის, ყველანაირად, აბსოლუტურად განსხვავებული, ყველანაირად, ქორეოგრაფიულად, მუსიკალური მასალით და მე მოვდიოდით სკოლაში, მოვდიოდით, ვიმეორებდით ამ მოძრაობებს, ვიცოდით აბსოლუტურად ყველა მოცეკვავის სახელი და გვარი, ვინ რას ცეკვავდა, როგორ ცეკვავდა. ეს დაუვიწყარი იყო და ბოლომდე გამყვა პირადად მეც და ალბათ ბევრს. 10 წლის შემდეგ ბალანჩინის დასი ხელმეორედ ჩამოვიდა 72 წელში და ახლა განსხვავებული პროგრამა აჩვენეს, იქ უკვე თვითონ როდესაც თვითონ აძლევდა კლასს, რეპეტიციების საშუალება ჰქონდა დავსწრებოდით რეპეტიციებს და მოკლედ მისი ქორეოგრაფიული ძალიან ბევრი შევისწავლეთ. და აი დადგა 83 წელს, როდესაც თეატრში მიხაილ ლავროვსკის დროს იყო ეს, დაიდგა, უნდა დადგმულიყო სერენადა. მოხდა ისე, რომ ალექსანდრ პლისეცკიმ, რომელიც ხელმძღვანელი იყო ამ დადგმის, მიამირჩია, რათა მეყურებინა თან ვიდეო კასეტებით, მაშინ იცით, რომ არც იყო წესიერად, რაღაც ჩანაწერი უნდა ჩამერთო, მეყურებინა, იქიდან გადმომეტანა და შემესწავლებინა მოცეკვავეებისათვის. ეს ძალიან რთული პროცესი იყო ჩემთვისაც, პირველი ყველასათვის ესეთი ხელვარე მომენტი იყო, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ და მე მოხდა ისე, რომ ბალანჩინის დასიდან ჩამოვიდა მოცეკვავე, რომ ენახა როგორ ვიმუშავეთ ჩვენ და ძალიან მიხაროდა, რომ თითქმის დიდი შენიშვნები არ ქონდა. მაშინ უბრალოდ იყო ის, რომ საბჭოთა კავშირი არ შედიოდა საავტორო უფლებების ასოციაცია თუ როგორ ერქვა, ამიტომ ჩვენ ნება დაგვხვდეს, რომ მარტო ჩვენ გვეცეკვა და არსად არ გაგვეტანა ეს სერენადა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსკოვის გასტროლების დროს წავიღეთ და დიდ თეატრში დასმა იცეკვა სერენადა, რომელსაც ფურორი მოხდა.
და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ძალიან ბევრმა თეატრმა მოინდომა, რომ მათ რეპერტუარშიც ყოფილიყო სერენადა და ვინ და მე მუშაობდი და ამიტომ რაღაც მე მეპატიჟებოდნენ და საბჭოთა კავშირის მაშინ ძალიან ბევრ ქალაქში, ძალიან ბევრ დიდ თეატრში, ნოვოსიბირსკი იყო, პერმი, ბალტიისპირეთი, შუა აზიის მომიხდა და ძალიან ბევრ თეატრში დავდგი სერენადა. ამიტომ არა მარტო მარიამს, ამიტომ მეც ყოველი ვიცი სერენადის და მინდა გითხრათ, რომ მაინც ბალანჩინის ქორეოგრაფიაში გამოვარჩევ როგორც შედევრს სერენადას. ძალიან კარგი რომ ეხლა არის საშუალება მიიღო რეცენზია და ეხლა არის რეპერტუარში თეატრში ბალანჩინის სხვა ბალეტებიც, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით მაშინ თემა ვარიაციებიც დავდგით, აპოლონ მუსაგეტი, ჩაიკოვსკის პადედე და ვცდილობდით რომ ყოფილიყო რეპერტუარში, იმიტომ რომ ეს იყო საჭიროა პროფესიული ზრდისთვისაც, გარდა იმისა, რომ სანახაობრივად ეს საინტერესო და კარგი და ლამაზია. შენ წამყვანი მოცეკვავე იყავი საბალეტო დასში, როდესაც გაიგეთ იმის შესახებ, რომ თქვენი ხელმძღვანელი გახდებოდა ახალგაზრდა გიორგი ალექსიძე. მაშინ გიორგი ალექსიძემ სახელი გაითქვა როგორც ბალანჩინის გამგრძელებელმა და მაინტერესებს ეს პირველი შეგრძნება, როდესაც ამის შესახებ გაიგეთ და შემდეგ ეს პირველი რეპეტიციები, როდესაც ის შემოვიდა სიახლით, ახალი ენერგიით, ახალი ლექსიკით, ქორეოგრაფიული ენით, მუსიკის განსხვავებული მოსმენის შესაძლებლობა მოგცათ და ეს პირველი განცდა მაინტერესებს ამ განსხვავებულობის. იცით როგორ იმდენად დიდი ავტორიტეტი და დიდი სახელი იყო ვახტანგი, რომ უეცრად მოხდა მისი შეცვლა და რასაკვირველია, წარმოუდგენელი იყო ქართული მაშინდელი საზოგადოებისთვის, როგორ შეიძლება რომ ვახტანგი ვინმე შეცვალოს. მანამდე უკვე გაგებული ქონდა, რომ გიორგი ალექსიძის ქონდა ძალიან დიდი წარმატება და მაშინ ჩამოყალიბდა პეტერბურგში, ლენინგრადში მაშინ კამერული დასი, სადაც ერთი მთელი ნაღები იმდროინდელი ბალეტისა მონაწილეობდა ნატალია მაკაროვა, დალგუშინი, კალპაკოვა ისე და ძალიან დიდი რეზონანსი ქონდა. მას ამიტომ ჩვენამდეც იყო მოღწეული ეს ამბავი, რომ არის ქართველი ასეთი ოჯახის შვილი, ოჯახის შვილი, რომელიც უკვე თავისი თქვა ბალეტში და პროფესიაში. ამიტომ როგორც ყოველთვის არის ხოლმე ნაწილმა ეს იმ წუთში მიიღო, ნაწილი ძალიან ხო იცით როგორ არის ყოველთვის იყოფა ხოლმე და იცით, როდესაც ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრეთ, მე შინ უკვე საშუალება მოგვეცა, რომ ჩვენ წავსულიყავით თქვა პეტერბურგში მივდიოდით, მოსკოვში მივდიოდით და უკვე ქონდა საშუალება რაღაცა გვენახა, უკვე ბალანჩინი უკვე ჩამოსული იყო. ამიტომ გარკვეულ ნაწილს და მათ შორის მეც ეს გვაინტერესებდა ეს სიახლეები და პირადად მეც ესევე მივიღე გიორგი ალექსიძე, როგორც ის შემოვიდა ქართულ ბალეტში, თავისი ესეთი ენერგიით, ძალიან განსხვავებული ლექსიკით, მუსიკალობით შემოიტანა ეს ნეოკლასიკური სტილი, სიმფონიური ცეკვა ბალეტში. ჩემთვის პირადად ეს ძალიან საინტერესო იყო, მე გავყევი და როგორც ერთმა მითხრა, ბოლომდეც გაყევიო. ხო და ნახეთ ეს სწორედ ჩაკონა ბახის იყო სწორედ მისი ერთ-ერთი პირველი დადგმა და ძალიან დიდი ინტერესით მუშაობდით და მის გარშემო მე იმ დროს საქართველოში შემოიკრიბა ბევრი ისე კომპოზიტორები, მხატვრები, ჩვენ დასის წევრების მათთან ურთიერთობა, ყველაფერი ეს ძალიან საინტერესო იყო, ისე ვამბობ პირადად, იმიტომ რომ ხო მიცით როგორც არის ხოლმე ეს დასაწყისში და მე უკვე განვითარდა, მან თავისი სიტყვა თქვა და საინტერესო ცხოვრება წავიდა ჩემთვის. ჩვენმა უახლოესმა ადამიანმა, ბატონმა ბარამ ბარამიძემ ერთხელ თქვა, რომ გოგი არისო ნამდვილი მოცარტიო.
და ამაზე უკეთესად ვერც შევაფასებ. და შენ მაინც მინდა რომ მითხრა გოგი პიროვნება გიორგი ალექსიძე შემოქმედი აი რა არის მაინც აი ის ყველაზე მთავარი რის გამოც გაყევი და გაყევი მთელი ცხოვრება შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც ეს ძალიან რთული საკითხია არ მიყვარს პირადზე საუბარი ესე საჯაროდ საერთოდ და საჯაროდ მაგრამ სიჩუმემაც დაგვაახლოვა. როგორც გითხარით, გოგი როდესაც ჩამოვიდა, ძალიან რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ ხო გითხარით, ზოგი ისე შეხვდა, ზოგი ასე შეხვდა, განსხვავებული ის იყო და რაღაც გადასალახი ქონდა შინაგანათაც მას რაღაც ეტაპები და როდესაც თქვენ დავახლოვდით და რაღაც ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთთან, ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ესე ჩუმად ყოფილვართ, ესე ჩუმად ვდარვართ და მე ვიცოდი რომ ის რაღაცა თავისას ფიქრობდა და იცოდა რომ მე მასთან ერთად ვიყავი, მაგრამ ხელს არ უშლიდი. და სხვა შორის ეს მომენტი ცხოვრების ბოლომდე გაყვა. ცხოვრების ბოლომდე გაყვა. მან იცოდა რომ მე რაღაცა მომენტებში მარტო სულიც იყო ხოლმე, როდესაც მუშაობდა, გამოეთიშებოდა, ზოგჯერ მიატოვებდა სულ და მუშაობდა ხოლმე და მაგრამ იცოდა რომ სადღაც გვერდით ოთახში მე ვიყავი. და ასე გავატარეთ ხან ესე და მინდა მაპატიეთ ესეთი ლირიული თუ ესეთი გადახვევისთვის, მაგრამ ახლა ვისარგებლებ და გოგის ვეტყვი დიდ მადლობას, იმიტომ რომ რატომ დღეს თქვი ახლა ესე, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს 16 წლის წინ ამ დღეს დავასაფლავეთ გოგი. და მე მაპატიეთ მინდა მადლობა უთხრა მას, როგორც შემოქმედს, როგორც მეუღლეს, როგორც მამას, ბაბუას, იმისათვის, რომ დამიტოვა ესეთი მემკვიდრეობა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების სახით და თავისი შემოქმედების სახით. მადლობთ გოგი. შენ ხარ შესანიშნავი მეგობარი. იშვიათი მეგობარი და ყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე აქ სხედან და ცნობილი ხართ თქვენი სამეგობრო ცნობილია როგორც შპუსი. რას ნიშნავს შპუსი? გოგონებო, ჩემო შპუსებო, აღარ არის უკვე ის დროს იმ ასაკში ვართ, რომ ვინც ბევრმა იცის უკვე, მაგრამ ყველასათვის გახდეს ცნობილი. ხო ჩვენ ბავშვობა, ნუ აი 9-10 წლიდან მოვდივართ, მეგობრები ვართ და ხო იცით მეგობრები ყოველთვის იკრიბენ, მე ხან რაზე ვამბობთ, ხან რაღაცას ვლაპარაკობთ, ხან რას და ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის მეუღლე ირაკლი ყიფშიძე, რომელიც შესანიშნავი მხატვარი ხელოვნებაცოდნე, იუმორით გამოირჩევა დიდად და გვეუბნებოდა ხო გოგოებო რა არის თქვენ რა არის ერთად სწავლობდით, გვეკითხებოდა ხო რა ერთად სწავლობდით, ერთად ხო და აი ამდენ სისულელებს რატო ვლაპარაკებთ რა ნამდვილი შპუსი ხართო რა ამ ნამდვილი შპუსი ხართ გვეუბნებოდა ხო ნუ ჩვენ უი რა კარგი სახელია შპუსი მოგწონდა მაგრამ ირაკლი გითხარი რა რას ნიშნავს შპუსი школа умственно-пониженных способностей გაგთ დამთავრებულიო ამდენ სისულელებს რა გათქმევინებთ ამიტომ ჩვენ სამეგობროს მე კიდე შემოგვემატნენ შპუსელები ეხა ბევრი ვართ უკვე ხო და არა უშავს გოგოებო მიყვარხართ სულ ყველა და ვიყოთ შპუსი იმიტომ რომ ძალიან კარგია თუმცა შესანიშნავი პედაგოგები ყავდა ჯერ მარტო სიმონიკა სხირტლაძე გვასწავლიდა ლიტერატურას რა დღირს ეს ყველა ჩვენთაგანი და ჩემი აი ამ შპუსელებისა თავისთავად უკვე ძალიან შესანიშნავი პიროვნებები არიან თავის საქმეში ძალიან წარმატებულები ისე რომ ეს შპუსის სახელი ძალიან საყვარლად დაგვჭა მარინა 2018-ში გამოეცი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი გიორგი ალექსიძის ავტობიოგრაფიული წიგნი მისი საუბრები პროფესიაზე ბალეტი ცვალებად სამყაროში რასაც 10 წელი მოანდომე გოგის გარდაცვალების შემდეგ
ჩვენ გავიხსენეთ ვახტანგ ჭაბუკიანი, ჯორჯ ბალანჩინი, ეს მიმდინარეობა მნიშვნელოვანი მე-20 საუკუნის, რაც არის ტანც სიმფონია, ნეოკლასიკა და ეს არის მართლაც უნიკალური წიგნი, სადაც სიღრმისეულად არის წარმოჩენილი ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია, ჯორჯ ბალანჩინის მიმდინარეობა და მე პირადად არ ვიცი ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა სივრცეში და ქართულ ენაზე აი ასეთი მსგავსი ქორეოგრაფიული ანალიზი ქორეოგრაფიის პროფესიის, რაც შესახებ და ჩემთვის ეს არის ყოველდღიური საკითხავი და ყოველ ჯერზე სულ ახალს აღმოვაჩენ ხოლმე და გოგის გარეშე მიწევს ახლა მისი გზის გაგრძელება და არის მეგზური ჩემი ცხოვრების ეს წიგნი და რო გვესაუბრო ამაზე უფრო ვრცლად. როგორც ჩანს, ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც უნდა რომ გადახედოს თავის წარსულს, რა გაუკეთებია და მოიგონოს ცხოვრებისეული თუ პროფესიული თავისი საქმიანობა. და ესეთი პერიოდი გოგისაც დაუდგა და გადაწყვიტა, რომ რაღაც მოგონებები დაწეროს და ის ერთდროულად წერდა ქართულადაც, რომ საქართველოში გამოცემული იყო და რუსულადაც, რომელიც გამოიცემოდა პეტერბურგში. მაგრამ პეტერბურგში გამოიცა სწორედ იმ დროს, როდესაც გოგი უკვე ბოლო წელს ისე რომ თვითონ გამოცემას ჩაუშვა, მაგრამ გამოცემას ის ვეღარ მოესწრო და ქართული ვარიანტი იყო ძალიან ესეთი ნედლი. და ამიტომ როდესაც გადავწყვიტე რომ რაღაცა გადამეხედა და მე თქვა რაღაცა გამეკეთებინა ამ მასალისათვის ნახე რომ ძალიან ცოტა მასალა იყო და ჩვენი ახლობლების მეგობრების რჩევით რა თქმა უნდა რომელიც მხარში ამომიდგნენ ყველანაირად მოვახერხე რომ ეს მასალა შემეკრიბა ზოგი ვთარგმნე რუსული გამოცემიდან იმიტომ რომ რაღაცა ერთი და იგივე ის იყო ერთი და იგივე მასალა იყო ზოგიერთი სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული თუ დაწერილი მასალიდან ავიღებ და ამას ძალიან დიდი დრო მოვანდონე იმიტომ რომ ჯერ ძნელი იყო ჩემთვის ჯერ ხელი მომეკიდა საერთოდ ამ საქმისთვის მე არ ვიცი მაინც ეს როგორ კეთდება და ამიტომ ძალიან დიდი მუშაობასთან ოჯახთან ყველაფერთან ერთად ეს ძალიან გამეწელა კიდევაც მაგრამ რაღაცნაირად მოხერხდა და ეს წიგნი გამოიცა და მართლაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სტატიებია მასში მოცულია არტარი თქვა მარიამა იქ ძალიან კარგი ანალიზი ჭაბუკიანის შემოქმედებაზე, ბალანჩინზე, თავის კოლეგებზე წერს, საერთოდ პროფესია, ბალეტმეისტერის პროფესიაზე. არის ინტერვიუც მასთან და სხვადასხვა საკითხებია განხილული. და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა, მე მგონი საინტერესო, ვინც იცნობს ამ წიგნს, მათთვის ალბათ რაღაც საკითხები საინტერესო იქნება და ერთანაც ეს წიგნი ისეა, რომ არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის არამედ მოყვარულსაც შეუძლია კარგად წაიკითხოს, ბევრი რამე გაიგოს ბალეტის სამყაროზე. ხო, რავდი, მე მგონი მინდა კითხო გიორგი ალექსის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტზე 2016 წელს ეს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩვენ ქალაქში, ჩვენ ქვეყანაში, ჩემი იდეით და ინიციატივით და ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრების ბატონი რისმა გორდეზიანის და ბატონი ვალერია ასათიანის მხარდაჭერით თბილისის მერიამ, თბილისის საკრებულომ დააფუძნა გიორგი ალექსის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, პირველი თანამედროვე ბალეტის დასი საქართველოში, რომელიც აგრძელებს გიორგი ალექსის გზას, მაგრამ თავისებურად და ვცდილობთ რომ ბევრი სიახლე შევიტანოთ ქართულ ქორეოგრაფიაში და აი ჩვენი განსხვავებული საავტორო ხელწერა
წარმოვაჩინოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, როდესაც ეს დასი დაარსდა, მით უმეტეს ვიტყვი, რომ გოგის ოცნებად ჰქონდა, რომ საერთოდ უფრო კამერულ ჟანრში უყვარდა მუშაობა, იქ უამრავი გრძნობდა რაღაც, როდესაც მოკლე დროში შეეძლო გადმოეცა ძალიან დიდი იდეები თუ თავისი სათქმელი, ბევრჯერ ცდილობდა ერთი პერიოდი რაღაც დასიდან პატარა დასი გაკეთდა თბილისში, რომელმაც მონპელიეში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მე პეტერბურგში ყოველთვის ბრუნდებოდა ხოლმე პეტერბურგში შესანიშნავი კაპელასთან არსებული დასი შექმნა არაჩვეულებრივი უშველებელი დიდი პროგრამებით. ყოველთვის ცდილობდა, რომ აი ეს რაღაცა ქონოდა. მაგრამ რაღაც მოხდა ისე, რომ ბოლომდე ვერ განხორციელდა და ეს ამბავი, როდესაც ეს დიდი მადლობა ჩვენ მეგობრებს გვერდში დგომისათვის და ძალისხმევისთვის დააფუძნდა ეს დასი და მინდა ვთქვა, რომ აქ დიდი დამსახურებდა მარიამისაც არის, რადგანაც მარიამისაც კი არა, მარიამის არის, იმიტომ რომ მან უკვე დაიწყო დადგმა და უკვე იმდენად მნიშვნელოვანი სპექტაკლები დადგა, რომ რაღაცას დაეყრდნო, ხო, ეს რომ საფუძველი იყო იმისათვის, რომ დასი შექმნილიყო. შეიკრიბა არაჩვეულებრივი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებით დასი და მინდა განსაკუთრებით კიდე აღვნიშნო ჩვენი დასის დირექტორი, უნივერსიტეტის პროფესორი დავით მაზიაშვილი, რომელიც გვერდში გვიდგა, შესანიშნავი ორგანიზატორი, ძალიან ბევრი იდეის ავტორი და მუდამ გვერდში მდგომი და მინდა ამ დასს უსურვო კიდე ბევრი იდეის, იმდენი იდეა აქვს, უბრალოდ ვიცი, რომ ამას დროც კი ჭირდება და არ ყოფნით ალბათ, რომ ყველაფერი განახორციელონ და მინდა უსურვო, რომ ასე გააგრძელონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის, თანამედროვე ცეკვის განვითარებისთვის საქართველოში. თქვენც ნახეთ რაღაც ნაწილი ამ საღამოსთვის დადგმული და ალბათ სპექტაკლებიც გინახავთ, ისე რომ უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს ჩვენ დასს და მარიამ დათო თქვენ. დიდი მადლობა. მადლობით დავიწყე და მადლობით მინდა დავასრულო ეს ჩვენი საუბარი. შენ ხარ ჩვენთვის, ყველასთვის გამაერთიანებელი, ხარ სტიმული, აი ესეთი ადამიანი, არ ვიცი, ნათელი. ერთ პატარა მომენტს გავიხსენებ, როდესაც გოგი გარდაიცვალა და ძალიან რთული პერიოდი იყო ჩვენი ოჯახისთვის და ჩემი დიშვილი მაშინ პატარა იყო, თინათინ ბარამიძე, თიკი და ჩემმა დამ ირინამ გოგის საფლავზე მიიყვანა და ირინა უყვებოდა სხეულზე, სულზე და პატარა თიკი უსმენდა და ბოლოს კითხა, რომ იუმორისაც წავიდაო. და გოგი ესე დაიმახსოვრა როგორც იუმორი და ირინამ უთხრა, რომ იუმორი ალბათ თქვენში გადანაწილდაო და აი ესე მეც ვფიქრობ, თითქოს გოგი არის ყველა თქვენთაგანში, რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგანში. შენ ხარ ესეთი ღირსეული. დიდი მადლობა. მადლობა პირიქით თქვენ, მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, რომ მე ძალიან გოგის შემდეგ ძალიან გამიჭირდა რაღაცნაირად როგორც არის ხოლმე და ჩემ შვილებს დიდი მადლობა მინდა უთხრა, ჩემ შვილიშვილებს. რომ გამომიყვანეს ამ მდგომარეობიდან, ისევ ჩამრთეს განსაკუთრებით მარიამს არ ეწყინება არავის, იმიტომ რომ ჩვენ ერთი პროფესიისა ვართ და ამიტომ მას აღნიშნავ, რომ ამ პროფესიაში ჩართულობით თავისი მით გოგისაც ესე შვეოდა ხოლმე, რომ ძალდაუტანებლად თითქოს და ესე მოდი, ისე ჩაქრთავდა, რომ ვერც გაიგებდი ხოლმე, მუშაობა იყო თუ რაღაცა სხვა რამე და მარიამსაც გადაეტყობა და ესეთი რაღაცნაირად ესე ძალდაუტანებლად რაღაცნაირად ესე გამომიყვანა და დამაბრუნა პროფესიაში აქტიურად, ისე რომ დიდი მადლობა როგორც შვილს, როგორც პროფესიონალს
მადლობთ სულ ყველას, მადლობთ თქვენ სულ ყველას, იმიტომ რომ თქვენ როგორც მეგობრები, ასევე მაყურებლები ხართ, ჩემი იყავით, ახლა დასის და თქვენი იმედი მაქვს. მადლობთ. სცენაზე მინდა მოვიწვიო თანამედროვე ცეკვის მკვლევარი ხათუნა მზარელუა, რომელიც გვესაუბრება გიორგი ალექსიძის მედეაზე, იმ ჩანაწერზე, სადაც მარინა ალექსიძე ასრულებს მედეას პარტიას. მოგესალმებით, ჩემთვის პატივია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა ამ სცენიდან დაბადების დღე მივულოცო ქალბატონ მარინა ალექსიძეს და ჩემ მიერ დანახულ გიორგი და მარინა ალექსიძეების მედეაზე მოკლედ ვთქვა შემდეგი. შეიძლება ითქვას, რომ სხვა მითებთან ერთად ჩვენ არგონავტების მითზეც გავიზარდეთ, თუმცა მედეას რთულ პერსონაჟში ჩაწვდომა, მისი შეცნობა ზრდასრული ასაკიდან იწყება და მე ვიტყოდი არასოდეს სრულდება. მედეას თემაზე ლიტერატურისა და ხელოვნების არაერთი ნაწარმოებია შექმნილი, იქმნება და მომავალშიც შეიქმნება, რადგან მედეა მარადიული პერსონაჟია, დღესაც არ გვაძლევს მოსვენებას, გვიმღრევს სულსა და გონებას მედეა, მისი ცხოვრება. ამ თემაზე შექმნილი რამდენიმე ბალეტი შევიდა არა მხოლოდ ცეკვის, არამედ ხელოვნების ისტორიაში და მათ რიცხვშია გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის მედეა. აქვე მინდა ვთქვა, რომ გიორგი ალექსიძე ვფიქრობ, ერთადერთი ქორეოგრაფია, რომელიც თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე რამდენიმეჯერ დაუბრუნდა მედეას თემას. პირველად მედეას სასცენო სახე შექმნა 23 წლის ასაკში, როდესაც ბენჟამინ ბრიტენის მუსიკაზე დადგა მეტამორფოზები ოვიდიუსის მიხედვით. 1978 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა გიორგი ალექსიძისა და კომპოზიტორ რევაზ გაბიჩვაძის მედეას პრემიერა, რომელშიც მედეას პარტიას ცეკვავდა საქართველოს სახალხო არტისტი ირინე ჯანდიერი, სამწუხაროდ მე ეს ვერსია არ მინახავს. 1979 წელს კი კინოსტუდია ქართულმა ფილმმა გიორგი ალექსიძისა და რევაზ გაბიჩვაძის მედეას მიხედვით გადაიღო ფილმი ბალეტი, რომელშიც მედეას დაუვიწყარი სახე შექმნა საბალეტო დასის წამყვანმა მოცეკვავემ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა მარინა ალექსიძემ. ჩემი სუბიექტური აზრით, მედეასადმი მიძღვნილ ბალეტებში გადამწყვეტი წამყვანი მნიშვნელობა მაინც ქორეოგრაფიასა და მუსიკას ენიჭება, რაც რა თქმა უნდა სრულებით არ აკნინებს დეკორაციისა და კოსტიუმების მნიშვნელობას, მაგრამ მათმა სისადავემ უნდა წარმოაჩინოს ისედაც მძაფრი სიუჟეტი. თავის წიგნში, რომელიც ახსენეს აქ თავის შესანიშნავ წიგნში ბალეტი ცვალება სამყაროში, გიორგი ალექსიძე წერს: მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, მუსიკა ჩემი წინამძღოლია, მხოლოდ მუსიკასთან შეხებით მებადება სხვადასხვა პერსონაჟი. და რევაზ გაბიჩვაძის მუსიკა ამ ბალეტის ეს რთული, კომპლექსური, დიდი ენერგიის მატარებელი, მაგრამ მედეაც ხომ ასეთია. ძალიან ძლიერი, დიდი შინაგანი ენერგიის მატარებელი, რთული და ამაყი და მიზანდასახული. აი სწორედ ასეთი მედეა შექმნა მარინა ალექსიძემ. გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიული ენა ამ ბალეტში ესეთი გამოქანდაკებულია, ფილიგრანული, მედეას ტკივილისა და ტრაგედიის გადმოცემის დროსაც კი დახვეწილი. ამავე დროს ეს ქორეოგრაფიული ენა არის გაწონასწორებულობის საუკეთესო მაგალითი და ყველა ზღვარგადასული, უკიდურესი, უმაღლესი ემოციისა თუ განცდის გადმოცემის დროსაც კი გიორგი და მარინა ალექსიძეების მედეა, რადგან მე არ შემიძლია ისინი გამოყო ერთმანეთისგან, აი ამ რაღაც საოცარ ზომიარებას გამოხატავს ასევე. აღნიშნავ, რომ ფილმ ბალეტში მედეა მარინა ალექსიძეს გვერდს უმშვენებენ ვლადიმერ ჯულუხაძე, იასონი, ვიქტორია ლაფერაშვილი კრეუსა და ნუკრი მაღალაშვილი აბსირდე. გიორგი ალექსიძე წერს: მე სიუჟეტი ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის
თავარია ჩავწვდე პერსონაჟების ფსიქიკას, მათი სულის მოძრაობის ლაბირინთებს. და მე ვფიქრობ, რომ ამ ბალეტში მედეა, გიორგი და მარინა ალექსიძეებმა ეს სურვილი მათი, რომ ჩაწვდნენ პერსონაჟის ფსიქიკას, მედეას ფსიქიკას, ამ შემთხვევაში მისი სულის მოძრაობის ლაბირინთებს, აი ეს სურვილი ახდენილია. მარინა ალექსიძის მედეა ქმრისგან შეურაცხყოფილი ქალია, ქმრისგან, რომელიც მას პრაგმატულ გარიგებებს თავაზობს, ევაჭრება კიდეც, მაგრამ ვის? მედეა ხომ არ არის ჩვეულებრივი მოკვდავი, ის არის მზის ღმერთის შვილიშვილი, აიეტის, მეფისასული, დიდი ჰომეროსი პირველია არა, ვინც აიეტს მოიხსენიებს თავის ეპოში. და ეს ჩამომავლობა თავლაბდასხმულია. მეორე მხრივ ის მსხვერპლი, რაც მედეამ გაიღო იასონის სიყვარულის გამო, ძალიან დიდია. ამიტომ შეუძლებელია, რომ მისი შურისძიება არ იყოს შემზარავი, ზღვარგადასული და უკიდურესი. თუმცა მე მანც ვიფრებს, მიუხედავად უმძიმესი ფიქრებისა და განცდებისა, რომლებითაც მარინა ალექსიძის მედეა მოცულია ქორეოგრაფისა და მედეას როლის შემსრულებლის მიერ, აი ამ უმძიმესი ფიქრებისა და განცდების ქორეოგრაფიულად გამოხატვის ზომიერება. გიორგი და მარინა ალექსიძეების მედეა არ არის ამერიკელი ქორეოგრაფის მართა გრემის ნახევრად შეშლილი თუ მთლიანად შეშლილი არა მეუღლე, არც კუდიანი და ჯადოქარია. ბალეტის ყოველ მონაკვეთში მარინა ალექსიძის მედეა უპირველეს ყოვლისა ღვთაებრივი წარმომავლობის ქალია, რომლის ყოველი მოძრაობა, ყოველი გამოხედვა, ყოველი უხმო ყვირილი, ყველაფერი რაღაცნაირად ღვთაებრივად თავშეკავებულია. ეს უკავშირდება როგორც მედეას წარმომავლობას, ისე ვფიქრობ თავად მარინა ალექსიძის შესრულებას. მე ასე მგონია, რომ იმისათვის, რომ მედეა იცეკვო, მედეაზე დაწერო, მედეა დახატო, შენ თავად უნდა იქცე ცოტა ხანი მედეად, უნდა ჩაძვრე მედეას ტყავში და აი მარინა ალექსიძის შესანიშნავი შესრულება სწორედ ამის დასტურია. მისი მედეა ხან ულამაზეს ატმისფერ კაბაში შემოსილი გამოჩნდება ამ ბალეტში შავი სამოსელის საპირისპიროდ და აი აქ მარინა ალექსიძე წარმოაჩენს იმ დატალღულ, რაღაც ლირიკულ ადგილებს, რაც მედეას პიროვნებაში ასევე არის, თუმცა ესეც კი მოსალოდნელი ტრაგედიების წინადგრძნობით დაღდასმულია. ბალეტის ფინალურ ნაწილში გამძვინვარებული მედეა მაინც რაღაც საოცარი არისტოკრატულობით გამოხატავს ამ გამძვინვარებას. როგორ ახერხებენ ამას ქორეოგრაფი და მედეას როლის შემსრულებელი, ჩემთვის ეს საიდუმლოა, თავის სასოწარკვეთაშიც, თავის დანაშაულშიც, როცა ის ბავშვებს კლავს, მედეა ღვთაებრივი, რაღაც დედოფლურია და აი ამით გამოვარჩევ მე მარინა ალექსიძის მედეას ყველა სხვა მედეასაგან, აგრეთვე იმით, რომ ქორეოგრაფები ცდილობენ ხოლმე, რომ ბალეტში მედეას ესა თუ ის მხარე წარმოაჩინონ, ერთ რომელიმე მხარეზე გააკეთონ აქცენტი. აი მარინა ალექსიძეს მედეაში კი ყველა ქალი ებრძვის ერთმანეთს. პირველ ყოვლისა მეუღლე, შემდეგ დედა, მზის მეფის შვილიშვილი, აიეტისასული და ებრძვის ბრწყინვალებითა და სისასტიკით. გიორგი ალექსიძის ბალეტის პრემიერიდან გავიდა 46 წელი. თუმცა დრომ ვერაფერი დააკლო ვერც მარინა ალექსიძის შესრულებას და ვერც გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიას. მე ვფიქრობ, ამ დარბაზში მსხდომთაგან ყველას აქვს ნანახი ეს ფილმი ბალეტი, საბედნიეროდ YouTube-ზე დევს ეს ჩანაწერი და თუ ვინმეს არ გინახავთ, გირჩევთ რომ ნახოთ და თავად მოინუსხებით მარინა ალექსიძის შესრულებით. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ეს ფილმი ბალეტი ვიდეოკასეტის სახით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სერიით მსოფლიო ბალეტის შედევრები. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ცოტა ხნის წინ, ზუსტად კი 14 მაისს ამ წლისა შედგა გიორგი და მარინა ალექსიძეების ქალიშვილის მარიამ ალექსიძის, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის მედეას პრემიერა. მე ვფიქრობ, ერთი მხრივ ეს არის ახალი სიტყვა მარიამის შემოქმედებაში, ახალი ეტაპი მის შემოქმედებით ცხოვრებაში და ამავე დროს ძალიან სიმბოლური რამ, თუმცა ამ ბალეტის განხილვა ცალკე ღონისძიების თემა. ახლა კი კიდევ ერთხელ სარგებლობ შემთხვევით დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ მარინა ალექსიძეს
იმ მემკვიდრეობისთვის, რომელიც დღესაც ჩვენ შთაგვაგონებს და დარწმუნებული ვარ, მომავალ თაობებსაც შთააგონებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ დაბადების დღეს და თქვენ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. მადლობთ. ჩვენ გვინდა გაჩვენოთ მცირე ფრაგმენტები მედეადან. შემდეგ პატარა სიურპრიზიც გვაქვს ბოლოს და დასასრულს ყველას გთხოვთ გადაინაცვლოთ სამეჯლისო დარბაზში. ცოტა ხნით დაგემშვიდობებით.
მაგალითი პროფესიონალიზმშიც მართავს ამბობს მარიამი როგორც დედა, როგორც დიასახლისი, არაჩვეულებრივი სასწაულებს აკეთებს. როგორც დიასახლისი, როგორც დედა, ბებია, რაც მთავარია პროფესიონალი, უმაგრესი. ეხლა დღეს ყველაფერი კიდევ ჩვენ გავიხსენეთ და თქვენც ნახეთ როგორი იყო მარინა და ეხლაც როგორია. თავის ხელებით, თავის გადასარევით. სულ ასე იყოს და სულ კარგად იყოს, თავარი ეგ არის და ერთად იყოს მარიამთან, იმიტომ რომ ძალიან უწყობენ ერთმანეთს ხელს ძალიან. და მიხარია რომ აი ესეთ მარიამმა მოიფიქრა, ესეთი ფორმით ყველაფერს გაკეთება, რაც პრაქტიკულად არ ხდება. მარინა არის ძალიან ძლიერი და ძალიან კაი პიროვნება, ძალიან კაი პროფესიონალი. გადასარევი მეგობარი. ლეხანოურად ვიტყვი რა, მაგარი გოგოა. მაგარი ოჯახია. ხელოვნებას შესწირეს თელმა ოჯახმა. თავი და დღევანდელმა საღამომ აი აკადემიურმა საღამომ აჩვენა დაამტკიცა რომ აი ეს წლები მათ ღირსეულად გაატარეს თელი თავისი ცხოვრების. ალბათ ბედნიერებაა, როდესაც ამ ასაკში ადამიანი გადახედავს მის მიერ განვლილ ცხოვრებას და ეს ცხოვრება სავსეა. სავსეა ძალიან ბევრი პოზიტიური რამით, სავსეა დიდი გამარჯვებით ხელოვნების გზაზე, სავსეა მაღალი ხელოვნებით, მაღალი ესთეტიკით. ბედნიერი თანაცხოვრებით დიდ ხელოვანთან გიორგი ალექსიძესთან, ბედნიერი დედობით, რადგან იგი არაჩვეულებრივი შვილების დედაა, არაჩვეულებრივი შვილიშვილების ბებია. აი ესეთი სავსე ცხოვრებით, რო იცხოვრებს ადამიანი, ის ნამდვილად ძალიან ბედნიერია. და დღეს, როდესაც მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა მარიამ ალექსიძემ მამის გზა გააგრძელა და შეძლო რომ დაეარსებინა თანამედროვე ბალეტის თეატრი გიორგი ალექსიძის სახელობის, როგორ უდგას ის თავისშვილს გვერდით, როგორ აგრძელებს მეუღლის გზას და აგრძელებს იმ იდეალებს, იმ ესთეტიკას, რომლითაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, კვებავდნენ ხელოვნებას საქართველოში. არაჩვეულებრივი ალექსიძეების სამყარო, დიდი ოჯახი, თითოეულის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. ეს არის დღესასწაული, ეროვნული დღესასწაული ალექსიძეების დიდი ოჯახი. ჩვენი ძვირფასი მარინა, მე მინდა მას მიულოცო დღევანდელი დღე და მიულოცო ის, რომ ეს დიდი შემოქმედება გრძელდება დიდ ოჯახში. დიდი შემოქმედებითი ბიოგრაფია, მისი გზა არის არაჩვეულებრივად საინტერესო საბალეტო სამყაროში. მისი სახელი დაკავშირებულია შეიძლება ითქვას საეტაპო სპექტაკლებად, საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლებად. და დაუვიწყარია ვთქვათ იგივე მედიას სახე, მის მიერ შექმნილი ქართული კომპოზიტორების ნაწარმოებების მხედველობაში და კლასიკაც და ნეოკლასიკაც და მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, მისი არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებები, შთამომავლობა რომ აგრძელებს ამ გზას. მე არ შემიძლია დღეს განსაკუთრებული სიხარული არ გამოხატო მარიამ ალექსიძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით და იმ თბილისის საბალეტო დასიმოს მხედველობაში გიორგი ალექსიძის სახელობის. სასიამოვნოა მიულოცო ადამიანს წარმატება და მიულოცო წარმატება ხანგრძლივი დროის მანძილზე. როდესაც ეს დროში წარმოუდგენლად არ ნელდება და პირიქით უფრო იმატებს ყოველ ჯერზე. აი ასეთია მარინას ცხოვრება მისი დასაწყისიდან დღევანდლამდე. დღესაც აი უყურებდი სცენაზე და პირდაპირ ესეთი საგვარეულო სამეული იდგა და ეს იყო ნამდვილი ბედნიერება, იმიტომ რომ ჯაჭვი არ წყდება და როდესაც ჯაჭვი არ წყდება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი ბედნიერების საგანია. ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოვხატო შვენიერი მარინას მიმართ. ვულოცავ მას დაბადების დღეს. სულ მინდა მივბაძო მარინას, მის მოძრაობას, ისე მომწონს, როგორ მოძრაობს, როგორ ზის, როგორ ლაპარაკობს. შვენიერია. არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა ნამდვილად ბედნიერებაა. შეიძლება აი სულ 1 წუთი, 2 წუთი შევხვდე ადამიანს და გაიფიქრო, რომ ის დღე შედგა. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, მისი თაყვანისმცემელი ვიყავი და განსაკუთრებით მინდა ორი პარტია გამოვყო.
ეს რა თქმა უნდა არის მედეას პარტია, სადაც ისე აღმოჩნდა, რომ პარალელს ვავლებდი, იცით, ცოტა ხნის წინ. მეც მარინა მქვია. მეც დავიწყე, ფეხი ავიდგი ქალბატონ თამარა ვიხოცევასთან, მის პედაგოგთან. შემდეგ ისე მოხდა, რომ მედეა იცეკვა მან და მე დრამატიულ სცენაზე შევასრულე მედეა. და გარდა ამისა, ერთ საიდუმლოს ვიტყვი დღეს, ამდენი წლის შემდეგ, რომ ისცეკვავდა ფანტასტიკურად ბატონი გოგი ალექსიძის დადგმულ ჩაკონაში მთავარ პარტიას. და მე რომ ცოტა ხნით, სულ რამდენიმე თვით მივედი ოპერისა და ბალეტის თეატრში, ქალბატონი მარინა გავიდა დეკრეტში. და ხო ეს საოცრება, ბატონმა გოგი ალექსიძემ გადაწყვიტა, რომ მე მეცეკვა ქალბატონი მარინას ნაცვლად, ანუ შემეცვალა ის, მაგრამ მე უცბად გადავწყვიტე, რომ ბალეტი აღარ მინდა დრამატიული თეატრი და ამიტომ ვეღარ ვიცეკვა ეს პარტია. ვულოცავ ქალბატონ მარინას, გარდა ის იმ პერიოდის ფანტასტიკური ბალერინებში, ისიც იყო წამყვანი, მაგრამ ის გამოირჩეოდა კიდე რაღაც საოცარი დრამატიზმით, იცით, თითქოს ბალეტში მას დრამატიული თეატრი შექონდა და ყველა პარტიაში ესე იყო. საინტერესო საღამო გამოვიდა, იმიტომ რომ მარინა ალექსიძე თვითონ იყო ჩართული ამაში ყველაფერში და უშუალოდ იღებდა მონაწილეობას და მისი უშუალო მონაწილეობით ხდებოდა ეს სხვადასხვა საფეხურების გავლა ქართულ ბალეტში. ყველაზე უფრო სასიხარულო ის არის, რომ გაჩნდა გოგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის დასი, რომელიც აგრძელებს იმ გზას, რომელიც გოგი ალექსიძემ დაიწყო. აგრძელებს ძალიან საინტერესოდ, აგრძელებს წარმატებით, ხო და ამაზე უფრო მეტი რა შეიძლება ისურვოს ადამიანმა და ინაწვროს ადამიანმა, როდესაც ხედავ, რომ ის გზა, რომელიც დაიწყო გოგი ალექსიძემ, გრძელდება. დასასრულის მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ძალიან ცოტა მეგულება ისეთი გვარი და ოჯახი, რომელსაც ქართული კულტურისათვის იმდენი აქვს გაკეთებული სხვადასხვა სფეროში, როგორიც ეს ალექსიძების ოჯახს აქვს გაკეთებული. ჩემო მარინა, მინდა მოგილოცო. არაჩვეულებრივი წლებია. ძალიან ბევრის გაკეთება შეგიძლია კიდევ და კიდევ. გისურვებ წარმატებას, ჯანმრთელობას და ბევრ შემოქმედებით წვას. ხომში როგორ გჭირდები და როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის შენი ჩატარებული რეპეტიციები, ან შენი ნათქვამი, შენიშვნები. ამიტომ დიდხანს ხნეთ და ჯანმრთელად ყოფნა. ქვენებური ხუმრობები შეინარჩუნეთ ყოველთვის და უნარი იმ ყველაფრის გალამაზების, სადაც მოდიხართ ხოლმე, რომ მოდიხართ და ალამაზებთ და ეს ქვენებური შარმი შემოგაქვთ ხოლმე, აი შეინარჩუნეთ. I think you're such an amazing and beautiful person and I'm very grateful I could meet you. მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ და გითხრათ, რომ გაფასებთ როგორც ადამიანს, პიროვნებას, მოცეკვავეს და რეპეტიტორს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ გიცნობთ და მაქვს საშუალება, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაო და ხშირად გქონდეს თქვენთან შეხება და ურთიერთობა. ვილოცავ დაბადების დღეს ჩემს უსაყვარლეს სამაგალითო ყველაზე საყვარელ ადამიანს მარინა ალექსიძეს. ძალიან მიყვარხარ.